ჩე გევარა მას შემდეგ დაიჭირეს თავის საიდუმლო თავშესაფარში, რაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მწყემსმა დააბეზღა. ვიღაცამ გაკვირვებულმა კითხა მაშინ იმ მწყემსს, როგორ შეგეძლო, გაგეცა კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება შენისთანებისა და თქვენი უფლებების დაცვას შეალიაო. მაგ კაცის ომები ჩვენ მტრებთან ცხოვრებს მიფრთხობდნენო. უპასუხა მწყემსმა. თავის დროზე ეგვიპტელებმა დიდი მხედართმთავრის მუჰამად ქარიმის მეთაურობით მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ნაპოლეონის ფრანგულ ექსპედიციას. ქარიმი ტყვედ ჩავარდა და სიკვდილი გადაუწყვიტეს. ამის შემდეგ ნაპოლეონმა დაიბარა და უთხრა, მეწოდება სასიკვდილოდ კაცი, რომელიც ასე მამაცურად იცავდა საკუთარ სამშობლოს. ისიც არ მინდა ისტორიამ სამშობლოს მცველი გმირების მკვლელად დამიმახსოვროს. ამიტომ შეგიწყალებ ოღონდ 10,000 ოქროს მონეტის სანაცვლოდ, ეს იქნება შენგან დახოცილი ჩემი ჯარისკაცების კომპენსაციაო. მუჰამად ქარიმმა გაიღიმა და უპასუხა, არა მაქვს მაგდენი ფული, მაგრამ ვაჭრებს მართებთ ჩემი 100,000 მონეტაზე მეტიო. ნაპოლეონმა გადაუადა სასჯელი და ფულის მოსატანად გაუშვა. ქარიმაც ბაზარს მიაშურა ბორკილებში ოკუპანტი ჯარისკაცების ბადრაგის თანხლებითა და იმათი იმედით, ვისთვისაც წირავდა თავს. არ გამოეხმაურა არც ერთი ვაჭარი, პირიქით ბრალი დადეს ალექსანდრიის დანგრევასა და ეკონომიკის დაცემაში. დაბრუნდა მუჰამად ქარიმი ნაპოლეონთან ხელცარიელი და გულგატეხილი. უთხრა ნაპოლეონმა, მე დაგსჯი შენ სიკვდილით, ოღონდ არა იმისთვის, რომ ჩვენ გვებრძოდი, არამედ იმისთვის, რომ სიცოცხლე გაწირე ლაჩარი ხალხისთვის, რომლისთვისაც ვაჭრობა უფრო ძვირფასია მისივე სამშობლოს თავისუფლებაზეო. და თქვა მუჰამად რაშიდ რიდამ, ის, ვინც ამბოხს მოაწყობს უბირი საზოგადოების სასარგებლოდ, იმ კაცს ემგვანება, ცეცხლს რომ წაიკიდებს ბრმისათვის გზის გასანათებლადო.